საღამო მშვიდობის და ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მინდა მოგესალმოთ და ტრადიციულად მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ კომედი არხის ერთგული მაყურებელი ხართ. რახან მე მხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეთერშია გადაცემა? დიახ, მართალია. ანეკდოტების რვეული. ერთად ვნახოთ რა მოგვიმზადეს დღეისათვის ჩვენმა მეგობრებმა და დავიწყოთ მერვე ადგილით. მაშასე, მერვე ადგილი. მიხო. წამოდე ხა, წყალი დალია წყალი. ერთი ყლუპი მიდიხა. კარგი. ალო. ხო. ჩვენ ბიჭს დაუძახე ერთი. აი მე შაქრო! Reactis, mami. შვილო, ძოლის მოყვანას თუ აპირებ, ქალაქელი მაიყვანე. რათა, mami? რათა და ქალაქელებს ბავშვი სამთოში უჩდება, ეგება შვილი მოვესწრო. თორე შენ ისეთი შენი იმედი არა ბაკო. არა, ისე ძალიან ცუდად თუ გრძნობთ თავს, ქალაქელი გოგუები ვიცი, მე მოყვება ბავშვი. მე 7 ადგილი ვნახოთ. აუ ძვირფასო, კატის კნუტი მიყიდე რა. რას ამბობ, ყველა ოთახში მაგის მოსაქმებული იქნება. მაშინ ვაფხვი მიყიდე. რას ამბობ, გოგო, მაშინ ყველა ოთახში ჩვენი მოსაქმებული იქნება. ხოდა შენც ახლა შერეულად იყიდე და ორივე იქნება. შეგაიკეთე. მე-6 ადგილის ჯერია. შენ ჩაგდე მიწაში. შენ ჩაგდე მიწაში, რას გავხარ, შეუპატრონო, რას გავხარ, რას. შეიძლება ყოველდღე მთვრალი მოეთრეოდეს სახლში? შენ ჩაგდე მიწაში. ალო, შენ იგიც გეყოფა? ხიზელი რო გავდივარ სახლიდან. რაზერჩით, მართალია ეს კაცი. თვრალი წასვლაც თუ დაამუღამა, საერთოდ აღარ არის ცოლი ჩემი აზრით საჭირო. ვოთ. სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ, ერთი ანეკდოტი მეც მინდა მოგიყვეთ. ნუ მარშრუტი მიდის რაღაც სიტყვაზე მიდის თბილისი ქუთაისის მიმართულებით. მართლა ძალიან სწრაფად მიდის ეს ახალგაზრდა ბრძოლი, ძალიან სწრაფად მიდის. ნუ ხალხს პრეტენზია აქვს, მაგრამ ძირითადად ქალების ხედან და მაინც ვერ ამბობ და ბოლოს ერთმა მამაკაცმა გამედა თქმა. შვილო, შენ გერაცვალეო. ცოტა ნელაიარე გამოხეული დასკები მაცვე და ნუ მომჭრი მორგში თავს რა იქნება. ჯვეკის გადამჩერია ვნახოთ მე-5 ადგილი. ჩემი ძმა, იგი განვადება ხო არ გინოს რა? განვადება რა? დაფიქრე, ჩემი ძმა. კაროჩე, შენ ძმობას ფიცა ვარ, სიმოსული. სოლს, ძმაო, ყაჩაღი მირჩევნია, ბრატ, ყაჩაღი გეუნება. აი, ბიჭო. რეიზა, სიმონ ერთი მითხარი. რა ის რეიზა, ბიჭო, ყაჩაღი რომ მოდის გეუნება, ან სული, ან ფულიო. არჩევანი მაინცგა, კაც ასხას ეირჩევდა. სოლი კი ორივეს გთხოვს, მე მაგის. ალო, მე შენი დედა
აგიდა მოვა შეგენაცვალე კიდე კაი ცოლი ყოლია. ცოლები ვიცი მე, პულსაც ითხოვენ, სულსაც და 5 ჯერ დღეში კიდე. მეოთხე ჯერია. საწევი დამჯვამდე ხასახ. დავაი აბა დავაი წავედით დროზე რას გავხარ ბიჭო? ნური, წადი სახში და ერთნაირი ფეხსაცმელი შეიცვი. ვიყავი მაგრამ იქ კაცაცალი დამხდა არა და ვეუბნებოდი მამამის უყიდე ერთი წყვილი ფეხსაცმელი. ხო ხედავ რა დღეშია კაცი. მესამე ადგილი. აი ეს რა ხათამალა მამაკა შვილების თავს გიფცები დღეს 2 ლარტ მეტრი ბამდორში გადაეხედი ეს კიდრი 3 ლარი მეტი მიეც ეხლა მე რა გაახედა ხერი რო ნახო კაც შვილი კლიენტი არ არის აბა ყველაფერი კარგი არის მომძანდით ალბათ მოიცა მე თვითონ ავარჩე მე რა ახალი კარგი კიდრი არის არა ეს ძალიან პატარაა ეს არ მინდა ესა ნახეთ რა რამხელა ხორკლები აქვს ამას არა ესა ნახეთ ქალბატონო არა ეს ძალიან რაღაცნაირია ვერ გავიგე მე ძალიან არა ეს წვრილია ცოტა ამაზე ოდნავ მსხვილი რო იყოს და ამაზე ვისაც საჭმელად გვინდა ისინი მაინც გაგვიშვიდი ჯერ თუ შეიძლება. რა ის უხ რაინა გაკამ კაცებს რაინა საჭმელად უნდა თვითონ არის შეყვება ეგ თავისებული სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ ერთი ანეკდოტი მინდა მეც მოგიყვეთ მიხო იხედება თავისი მეზობელი ვანუას ეზოში სადაც ვანუას ცოლი მარო დაგოგმანებს კოხტად და ლამაზად და ძალიან მოწონს მიხოს რა თავის მეზობლის ცოლი ძალიან მოწონს და ნუ მიიხედა მარტო მარო ეზოში და მაროს ეძახს მარო გისმენ მიხო მამცემ უი შენ გაგიხმა ეგ თავიდან მე ხიკი დაგაყარე შენ როგორ შეიძლება მაგის თქმაო ნუ მე ხომას დაიმორცხა რა ვქნა მარო აბა ძალიან ისეთი კარგი ნაზუქივით ქალი ხარ და მეც კაცი ვარ და ვერ გაგივლი ხოლმე გურგრილად და შენ მაგაზე მეუბნები მეთქი ჭაჭასა მთხოვდი ახლა კი მეორე ადგილი ვინეკა ძალიან მეშინია ქაურობისა რათაკა ვინმე რო გადმოგვიხტეს და რო გაგვა უპატიუროს უიქა ვინ მოგცა ჩვენ მაგის ბედი იარეთ კაცო თქვენს იქნება და კი გამოჩნდეს ვინმე მაგის სურველი ან კაცი ან დათვი ან მგელი თქვენთვის ისე მნიშვნელობა კი არა დაიწყეთ ჩვენია ვნახოთ პირველი ადგილი წაგიყვან გოგო სენტეტიენში დედა წაგიყვან მონპელიეში წაგიყვან ბანძაში ბანძაში? ხო, ქალაქია ესპანეთში გოგო შენ ისე ხორხიტო შენ მერე წაგიყვან პარიში წაგიყვან მარსელში წაგიყვან სტრასბურგში ტიტო! ვახტა ბაქანა! ბოდოია რა შობი ბოდოია
კვანტი, დოუდები, კვანტი. რატო გამიხადე? ხალო, საკვანტო საქმე. ეთყობა არ არის პირველი ხორხიტო ისე კარგად ჭიდაობს ბონდო იქ დიდი გამოცდილება აქვს. მოკლედ ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო დღეისათვის სულ ეს იყო. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს. თქვენს დიდი მადლობა რომ ჩვენი მაყურებელი ბრძანდებით და დაგემშვიდობოთ სულ რაღაც ერთი კვირით. ერთ კვირაში ისევ აქ ისევ ამ ადგილას შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.